გარეგნული ფორმებით ვერ მიხვდები, რომ ჩემი ქმედება და ჩემი აზრი, ჩემი გულის სიტყვა და ჩემი ქმედება და ჩემი სიტყვა არის აუცილებლად ღმერთთან, ღვთისნებასთან თანხვედრაში. აი მაგალითად, სახარებისეული მაგალითი რომ მოვიყვანოთ. გახსოვთ, უფალი რო ამბობს ესეთ რამეს, რომ მე უნდა დამიჭირონ, მტანჯონ და შეურაცხყოფით მომკლან. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ უყვარდათ მოციქულებს უფალი, ხო? და პეტრე რას აკეთებს ამ დროს? პეტრე მივა და რას ამბობ კაცო ეუბნება? ეგ როგორ იქნება? ეგეთ რამე მეორედ აღარა თქვა. ჭკუას დარიგებას უწყებ. ეგეთ რამე მეორედ აღარა თქვა. გაიყვანა, თან გვერდზე გაიყვანა რა, გვერდზე გაიყვანა. ეგეთ რამე მეორედ აღარა თქვა. და უფალი რას აკეთებს, ნახეთ? და პეტრეს რეაქცია აბსოლუტურად სწორია. როგორ ეხლა შენი საყვარელი ადამიანი ეხლა მე უნდა დამეჭირონ მომკლან ასე შემდეგ. საქვეყნოთ ეუბნება, ყველა მოციქულების წინაშე ეუბნება პეტრეს. განვეთ ჩემგან სატანა, ნახე პეტრეს ასე ეუბნება. და რატო? იმიტომ რომ ზრახავ, ანუ ფიქრობ და აზროვნებ როგორც ადამიანი და ღვთისნების საწინააღმდეგოდ, ანუ ზრახავ კაცისასა და არა ღვთისას. ბიჭო, პეტრე მოციქული კეთილშობილებიდან გამომდინარე საუბრება. ზრუნავს უფალზე და სატანა ხარო, იმიტომ რომ ღვთისნების საწინააღმდეგოდ ამბობ, იმიტომ რომ შენი ეს კეთილშობილური აზრი, არახეთ, კეთილშობილური აზრი ღვთისნების საწინააღმდეგოა. ან მაგალითად, იოანე ნათლისმცემელთან მიდის უფალი. უფალი იოანე ნათლისმცემელი მოვიდა, იმიტომ რომ თქვას, აი ეს არის ღმერთი, ადამიანად მოსული. ღვთისძეა, ხელი უნდა გაიშვიროს და ეს არის მისი მისია. და მოვიდა და უცებ ღმერთი აძლევს ცოდნას გულში, რომ ეგ არის. ვისთვისაც ცხოვრობს იოანე ნათლისმცემელი, უცებ ის სრულდება და აღფრთოვანებული მოდის და მანამდე რა ხდება, ხო? ნანობენ ცოდვებს, თავს მოუდრეკენ და ეს წყალს დაასხავს და ესე იგი სინანულის ნათლობას ატარებს. მოვიდა და თავი მოუდრიკა. და გადაერია იოანე და ნახეთ რა შეუნება, მე მიხმს შენს მიერ ნათლისღება და შენ ჩემთანა მოხვალა? მიხვდით ხო რას ეუბნება? მე უნდა მივიყო შიგან ნათელიო და შენ ახარ ნათელი, მე ვარ ნათელი სოფლისა უფალი ამბობს. შენ ახარ ნათელი, კაცო და ჩემთან თავი მოდრეკილი გადაერია იოანე. უფალი ეუბნება, ესრეთ უნდა აღვასრულოთ ყოველი სიმართლე. და იოანე დაემორჩილა აქაც. ანუ იოანეს რეაქცია ადამიანურად სწორია, მაგრამ ღვთისნება, ანუ პეტრეს მოციქულის რეაქცია სწორი იყო. იოანე მოციქულის რეაქცია სწორი იყო და კიდევ ერთი პეტრე მოციქულის რეაქცია ფეხებს რობანს. გახსოვთ ეს სახარებისეული სიუჟეტი. მოციქულებს ბანს უნდა დაბანოს ფეხები. დაბანა ერთს ქრისტემ თვითონ. დაბანა მეორე პეტრეს ამივიდა, პეტრე გაგიშტა. როგორ შენ ფეხებს უკონისამდე არ დაგაბანინებ ფეხებს. ანუ არასოდეს ფეხებს არ დაგაბანინებ შენ. უფალს ეუბნება. სწორია მის რეაქცია. სწორია ქრისტეს ფეხები როგორ დააბანო, სულელი ხო არა ხარ. ასე ეუბნება უფალი, თუ შენ მე ფეხებს არ დამაბანინებ, შენ ჩემთან მარადისობაში არ იქნებ. ეს აი მაგალითი მოგიყვანეთ რატო სახარებაში და ესეთ მაგალითები უამრავია. რომ ადამიანი კეთილშობილებით მოქმედებს, აბსოლუტურად ლოგიკურად, სწორად და ღვთისნების საწინააღმდეგოა. გახსოვთ უფლის სიტყვები სახარებაში. თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთ სასუფეველში. რა არის წიგნობრის და ფარისევლის სიმართლე? ეს დღეს არის სალანძღავი, ფარისეველი და ხანდახან წიგნობარის. იმიტომ რომ სახარებისეული ეს ტერმინები ტექნიკურად გამოყენებული იქნა, როგორც ესე იგი ქეთმაღალი და რაღაც ზედაპირული და რაღაც ესეთი ადამიანი. ფანატიკოსი ადამიანი. და მაშინ არსებია სიტყვა სალანძღავი არ იყო, წიგნობარი იყო უაღრესად განვითარებული და განათლებული თეოლოგი. და ფარისეველი იყო უაღრესად, ესე იგი, ღრმად რელიგიური ადამიანი, რომელიც სიკეთესაც აკეთებდა და ასე შემდეგ. ანუ მოუხმო იმდროინდელი საზოგადოების ელიტას მაგალითებად უფალმა და თქვა, თქვენი სიმართლე, ქრისტიანების სიმართლე, მათ სიმართლეს თუ არ აღემატება, სასუფეველში ვერ შეხვალ და მათი სიმართლე მწვერვალი იყო ადამიანური სიმართლის. ესე იგი, ნახეთ, იმაც ვერაჯობებს ჩვენ არც წიგნობრებზე უკეთ გვეცოდინება წმინდა წერილი და თეოლოგია და ვერც ფარისევლებზე უფრო უკეთესი რელიგიურები ვიქნებით. სრულყოფილებას მიაღწიათ ამაში, მაგრამ უფალი ესე ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ
ჩვენი სიმართლე ადამიანური, რაც არ უნდა მაღალ დონეზე იყოს, არაფერია ღვთის წინაშე. და ფსალმონის სიტყვები: კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლე მე სიმართლენი შენი. გესმით? ამიტომ მამაოჩენოში იყავ ნება შენი. ამიტომ ღმერთი ადამიანივით არ არის და ღვთის გეგმები ადამიანური გეგმებივით არ არის. ამიტომ ჩვენ არ ვიცით მარადიული სიცოცხლე როგორია, რას ნიშნავს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რადგან ადამიანი ხილულ სამყაროში ერთადერთი მოაზროვნე არსებაა, ხო? და გავს ღმერთს და არის თავისუფალი, თავისუფლები და მოაზროვნეობით გავს ღმერთს. და რადგან ყოფიერება ერთადერთი სინამდვილე. რა არის ერთ-ერთი სინამდვილე? ანუ ჭეშმარიტება. მე გულისხმობ ბედნიერების თვალსაზრისით, მოდი ესე ვთქვა, სიყვარულის თვალსაზრისით, თავისუფლების თვალსაზრისით, ერთადერთი ყოფიერება არის ღმერთი. ყველაფერი იქიდან გამომდინარეა. და რადგან ადამიანი არის ერთადერთი ხილულ სამყაროში, რომელიც მას გავს, ესე იგი ადამიანის ბედნიერებაც მისნაირი უნდა იყოს. ხო, ადამიანი ღორის ბედნიერებით ვერ იცხოვრებს. რატო არ მოსწონთ ადამიანს ლუასაბთა? წაიკითხეთ ლუასაბთა თქარიძე. გახსოვთ ის მომენტი, ის სუტყნეინა რომივა მასთან. ეს წამოწოლილია ძინავს რა, ახალგაზრდა ლუარსაბი და სუტყნეინა ასაკოვანი ქალია და მიადევდა რომ დაინახავს. ეხლა ილია ჭავჭავაძე აღწერს იმ დროინდელი კაცის უნარ-ჩვევებს. ეგრევე როგორ წამოხტება, ეგრევე საკინძე შეიკრავს, წამოხტება, იმიტომ რომ დარბაისელი ქალბატონი დაინახა და ეგრევე წამოხტება. ნახეთ როგორი ზდილობიანია. წირვალოცვას არ აცდენს. ბოროტებას არ ჩადის. თავადია და კაი ცხოვრება, კაი ჭამა, კაი სმა, გესმის? რატო არ მოსწონთ ინტუიციურად, არც მაშინდელ თავადებს მოეწონა და ილია შეიძულა, მიხდა ჩვენზე დაწერაო და არც დღევანდელ ადამიანებს არ მოსწონთ. რატო არ მოსწონთ? გესმით, იმიტომ რომ ადამიანური ყოფიერება არ შეიძლება იყოს ეგეთი. ადამიანური ყოფიერება უნდა გავდეს მის ყოფიერებას. და რა შემთხვევაში შეიძლება მე როგორც ცოცხალი და თავისუფალი არსება ვიყო მისნაირი, როცა ჩემი ნება და მისი ნება ერთმანეთთან თანხვედრაში მოვა, ხო სწორია? ამიტომ არ იყავ ნება შენი, ამიტომ თუ ჩემი სიმართლე და ჩემი ქმედება და ჩემი აზრი არ არის თანხვედრაში მასთან, ჩემი სიკეთეები არის, რა ვიცი, რამდენი მაგალითი მაქვს, თქვენს გადახედოთ თქვენ ცხოვრებას აღმოვაჩენთ, რომ ამდენი რამეა თქვენ ცხოვრებაში, რომ გეგონათ, რომ სწორი იყო, მაგრამ სწორი არ აღმოჩნდა. რომ გეგონათ, რომ კარგი იყო, კაი არ აღმოჩნდა. სიკეთე გინოდათ, ბოროტება გამოვიდა. ხო, გესმით, აი ესე და. ამიტომ ჩვენ გვაქვს წეღანაც თქვი, შეფასების კრიტერიუმი, საკუთარი აზრების, საკუთარი გულის სიტყვების, საკუთარი მოქმედებების გამოცხადება, რომელიც მოცემულია მადლობა ღმერთს, შავი თეთრზე, თან ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა, გექვთიმე და გიორგი მთაწმინდელმა ქართულ საოცარ ქართულ ულამაზეს ქართულ ენაზე დაგვიდეს. ეს არის 4 სახარება და მოციქულთა წერილები, ახალი აღთქმის კორპუსი. და ჩვენი ცნობიერება თუ გამოიძერწება წმინდა წერილით, დამერწმუნდეთ, არასოდეს არ შეგეშლებათ ცხოვრებაში. არასოდეს ღვთისნების საწინააღმდეგოდ არ იქნება თქვენი ნაბიჯი გადადგმული. იმიტომ რომ ყოველ შეცდომას ღვთისნების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს მოყვება ხოლმე ახალი წრე არასწორი ცხოვრებისა, რომელიც ძალიან ბევრ დროს გაკარგვინებს ცხოვრებაში. ამიტომ წმინდა წერილთან კავშირი გქონდეთ და აღმოვაჩენთ, რომ შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.